მოგესალმებით. 9 ივლისს ხუთშაბათს საღამოს 10 საათ მშვიდობისა ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო. ეს რუსთავი 2-ია და თქვენ უყურებთ ბადა და ნიკას შოუ. ეს ყველაფერი ჩვენზე კარგად იცით და ისიც მშვენივრად იცით, რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და ქეიფის, დროსტარების და ფეხბურთის ყურების ხასიათზე გვაყენებს ქსოვრანები და გიორგი შაშიკაშვილი. სანამ საფეხბურთო ამბების მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, მანამდე მოკლედ მიმოვიხილავთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ამბებს. თან შევეცდებით ცოტა სხვა ამბებიც შეურიოთ. პირინიკასკენ მიქნია და ბრაზილიის ნაკრებმა ნორვეგიასთან წააგო და მიყვა გერმანიას უცბად რო არ გააგრძელა. 2 გოლი ჰალანდმა გაიტანა და ახლა ბრაზილიელ ბავშვებს გუდიანი კაცის ნაცვლად ჰალანდის აშია. მეგრია რას ვიზამ ამ ეტაპზე სტატისტიკა ასეთია. კი ბატონო, ბრაზილიამ წააგო ნორვეგიასთან და ტოვებს ამერიკას. პორტუგალიამ წააგო ესპანეთთან და ტოვებს ამერიკას. ამერიკამ წააგო ბელგიასთან და საწავით და საშეწვრენ კაცმარიც. კი ეგრე. ინგლისი მეოთხედფინალში გავიდა, ნორვეგია მეოთხედფინალში გავიდა, მაროკო მეოთხედფინალში გავიდა, არგენტინა მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრები აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლის მეტალოდეტექტორში გავიდა. ერთი თქვი კიდე. გეყოფა. ამდენი სხვადასხვის მე არ დამიცინია რა შენთვის. გერმანია რო მთელი მონოლოგი ქონდა მაგაზე აწყობილი. არა ბიჭო, ჩამამწარე წინა გადაცემა, გან არ მახსოვს, მაგრამ კაი. დაგინდობ, ჩვენ ვიყოთ კარგად. რონალდო ამ სოფლიოზეც ისევ ტიტულის გარეშე დარჩა. დამკარგა. ოქროს ბურთს არ დავეძებ, ოქროს ხვირსახოცი მაინც მიეცით კაც, ცრემლები რომ მოიწევს. მოკლედ არ გაახარა ესპანეთმა პორტუგალია რა. ესპანეთის გუნდის ლიდერი 18 წლის ლამინ იამალია. მე კიდევ იამალის ასაკში რო ვიყავი, იმას მეკითხებოდნენ რო გაიზდები, რა გინდა, რო გამოყვიდე, კვაჭ. მე რასაც ვუყურებ, ერთადერთი ვინც იამალს დაიჭერს, იმ სკოლის დარაჟია, სადაც სწავლობს. მივადეკით უკვე მეოთხედფინალებს და თამაშები უფრო და უფრო საინტერესო გახდა. კი ბატონო. თუმცა არც მანამდე აკლდა ინტრიგა დამეთანხმებით ალბათ. მოკლედ ძალიან კარგი მსოფლიოა. მაგრამ რომ დამთავრდება, ნევროლოგთან უნდა მივიდე ძილის მოსაწესრიგებლად. მარტო ნევროლოგი ვერ გვიშველის ჩვენ, ჩემო ნიკოლას. ფსიქიატრის ჩარევაც იქნება საჭირო. შენ ნევროლოგებს მასე ნუყურებ. აგერ ნევროლოგების კვლევაა, რომ 40 წამით ენას თუ გამოყოფ და ისე ისუნთქებთ, ეს კორტიზოლს უფრო სწრაფად გამოგზავნის ორგანიზმიდან, ვიდრე მედიკამენტები და სუნთქვითი ვარჯიშებიო. ბოდიში მაგრამ კორტიზოლი რა არის? ჰორმონია. მაღალი წნევა და შაქარი თუ გაქვს, ესე იგი ზედმეტი კორტიზოლია გამოსადენი ორგანიზმიდან და უნდა გადმოაგდო ზაღლივით და ესე იგი ჩემზე ყოფილა ფაქტიურად. როგორ უნდა ვისაუბრო? ენა გადმოგდება. ძალიან რთულია. გასაგებია, ანუ ჭორაობა და ენის ტარტარიც ოფიციალურად სამკურნალო თერაპიად გამოცხადდება. გასაგებია. აბა კაცო, მე ენის გამოყოფა აქამდე უზრდელობა მეგონა და თურმე ჯანმრთელობა ყოფილა. ნევროლოგების ამ განცხადების შემდეგ ქუჩაში ენა გადმოგდებული ხალხის დანახვაზე ვეღარ გაიგებ. კორტიზოლს დევნიან თუ ჭორაობენ. უზრდელები არიან თუ უბრალოდ ცხელად. ვერ გაიგებ. ახლა უზრდელები ამოიჩემებენ ამ კვლევას და მე იტყვიან შუათითის ჩვენება ყოფილა თურმე სახსრებისთვის მისწრებოდა. მარე ექიმები დაგვინიშნავენ დილას 40 წამი ენის გადმოყოფა
შუა დღეს 40 წამი შუათითის ჩვენება და საღამოს 40 წამი გინება პირდაპირ მოკლედ ერთი ენა გადმოყოფილი თუ დამინახეთ არ გეგონებთ უზრდელი ვარ კორტიზოლს გზავნი გარე ბატონო ახლა უკვე გასაგებია ალბერტ აინშტაინის იმ ლეგენდარულ ფოტოზე რატომ ქონდა ენა გამოყოფილი აი კაცი თურმე სტრესს დევნიდა სტრესს და რაღაცა დააბრალეს დაუბრუნდეთ მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალური მატჩის წინ აეროპორტში მესი უსაფრთხოების სამსახურმა გააჩერა და გაშმონეს ვნახოთ ვიდეო კრისტიანო რონალდუს მესიმ ამაშიც აჯობა 8 ოქროს ბურთი და 1 გაშმონმა აქვს კი ბატონო მესიმ არაფერი ისეთი არ მიმაქვს არ გატყუებთო მებაჟემა არ გჯერა ძმაო შენ სტადიონზე 11 კაცს ატყუება ჩვენ რას გვიზამ ამუალაგები ინტერესზე ჩართა ამუალაგა ბაჟე მებაჟემა ჩათიდან ოქროს ბურთები ამოუღეს და ეს რა ბურთი პირადი მოხმარებისა თუ გასაყიდად გინდაო რა გინდაო ესე მესის გაჭხრეკისას 8 ოქროს ბურთის გარდა ამოღებულია 10 ლალიგას თასი 4 ჩემპიონთა ლიგის თასი 3 სუპერთასი და 2 ბოთლი მწვანე ტყევარი ვიღაცა ქართველს გაუტანებიანად ესა და შეიძლება აი ვედი და ისე ასეთში ჭკვიანი ხალხია მებაჟეები ხალხი მესისთან სურათის გადაღების გამო რას არაკეთებს და ამათ პირდაპირ ვიდეო გადაიღეს ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელმა ერთ-ერთი ის მებაჟე მიიწვია ნაკრებში ერთადერთი კაცია ვინც მესის გაჩერება შეძლოოდა არუშელა არა სამწუხაროდ მოკლედ გადაგვრევს ეს ფეხბურთი ჩვენ საბოლოოდ და როვერს ვეშვებით სხვათა შორის საქართველოში გამოვლენილია რამდენიმე ფაქტი რომ ქმრებმა ცოლებს ხელშეკრულება დაუდეს ჩემპიონატის დამთავრებამდე არაფერზე არ შეგვაწუხოთ ბიჭა საერთოდ არაფერზე არ შეგვაწუხოთო ნუ ახლა პრინციპში შუაღამესაა თამაშები და საინტერესო ამ კონტაქტის დარღვევის შემთხვევაში საქმე უზენაეს სასამართლოში მიდის თუ დედამთილთან ან ცინებთან ეგ არ ვიცი მაგრამ ცოლებმა სამაგიეროდ ვიყოთ ამაროს დროს თქვენი ხმა არ გავიგონო და ამაზე ყველა ქმარმა მოაწერა ხელი მაგას ისედაც უყურებ ჩვენ და თან ფეხბურთებს არ ემთხვევა გაითვალისწინა რუსთავიორმა ყველაფერი ამა კი ბატონო ეგრეა და ამ შაბათ კვირასაც თვალი ადევნეთ მიხოთ ამაროს ანონსებს ზუსტად რომელ საათზე გავაასერიები არ ვიცით მაგრამ იქ ნახავთ ტრადიციულად საღამოს 10 საათის მიდამოებში როგორც ყოველთვის მიდამოებში რაც შეეხება სხვა სერიალებს ამ კონტრაქტის მიხედვით თუ მატჩის მსვლელობის დროს შემთხვევით ცოლს სხვა არხის სერიალზე გადაერთვება უფლება აქვს პოლიტიკური თავშესაფარი მეზობელთან მოითხოვა მეექვსეზე ზაირასთან მარტო ეგარ უყურებს სხვათა შორის ერთ-ერთ ოჯახში ცოლმა კონტრაქტის გასაფორმებლად სატრანსფერო თანხად ახალი სუნამო და ბოლო მოდელის მობილური ტელეფონი მოითხოვა შვენიერი პირობა გვიღირს რაღაცა წვრილი შრიფტით ამობეჭდილი ხელშეკრულება მომიტანა მეც სიმდღეს შემაცვალდა ბოლოში ძლივს გავარჩევი ოქროს ბუეჭედე სამაჯური მოკლედ ზემოთ ხსენებული კონტრაქტის ერთ-ერთი მთავარი მუხლია მატჩის მიმდინარეობისას სტუმრად მოსული სიდედრი ითვლება მოედანზე არალეგალურად შემოჭრილ ფანად და ექვემდებარება დაუყოვნებლივ დაკავებას და სახლიდან გაწევებას ჩემპიონატის დამთავრების მერე ახალი სერიალები დაიწყება და ამაში ცოლები გაუფორმებენ იგივე ხელშეკრულებას ქმრებს მერე იძახეთ რატოა დემოგრაფიული პრობლემა ქვეყანაშიო აჰა ყველაფერს თავისი დრო აქვს შემო ნიკოლოს აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც რომ მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო კი მართალი ხარ მე ზოგიერთი ისეთი მშობელიც ვიცი საკუთარ შვილს რომ უფრო გულშემატკივრობს ვიდრე საყვარელ გულს საგამოსო ცენტრის წინ მდგარი მშობლების სახეებზე უფრო მეტი დრამა იკითხება ვიდრე კარლო ანჩელოტის სახეზე ჰალანდის გოლის მე
აბა ვნახოთ თუ ახდება მასწავლებლების წინასწარმეტყველება წლის ბოლოს ვინ გაიცინებს მაგასაც ვნახავთო ყველა აბიტურიენტს ვუსურვებთ წარმატებას და იქ მოხვედრას რაც პირველი ჰქონდათ შემოხაზული. ისე რა უნდა გამოსხდით ჩაბარებას მაგალითად ისტორიაში დიდგორის ბრძოლა რო 1021 წელს მოხდა ასპინძის 1770 წელს და ლაშა გიორგი 1213 წლიდან 1222-მდე მეფობდა ყველა უნდა იცოდეს ეს რა ვქნა მეტი კარნახო და შეიწერე რომ ამშტარები ხარ გეოგრაფიას ვინც აპარებთ იმ აბიტურიენტებს მინდა ვურჩიო რომ სოფლიო ჩემპიონატს უყურონ გამოსდაც ფრიადზე ჩააბარებენ მოკლედ მუნდიალი კი მიდის მაგრამ ამას ეროვნული გამოცდებისთვის ხელი არ შეუშლია და ქართულში შემდეგი თემებიც კი მოვიდა ბრაზილიის ანდები ბრაზილიის და გერმანიის ანდები ფიფას და უეფას შედარებითი დახასიათება და დიდაქტიკური მოტივი რონალდოს შემოქმედება და ასევე ქალთა სახეები მუნდიალის მსაჯებში. ისე ძალიან საინტერესო გამოდგა ეს ექსპერიმენტი და მე თუ მკითხავთ ქალებმა უკეთესად იმსაჯეს. ეხლა იმიტომ არ აღობეხარ ზოგიერთმა უზბეკმა კაცმა რო იმსაჯა იმაზე კარგად ნამდვილად არა მარტო უზბეკმა სხვათა შორის იყო უსამართლო ბარათებიც არ დანიშნული 11 მეტრიანების მაგრამ უფრო ხშირად საჯებს უსამართლოდ ლანძღავენ ხოლმე მინდა ვთქვა მათ მდგომარეობაში შევიდეთ ხალხო ისინი ადამიანები არიან კი ბატონო ახლა მე ნიკას და ბიჭებს გულიც კი აგვიჩუყდა ერთი სიმღერამ საჯებსაც კი მიუძღვენით ისი აგვიჩუყდა გული გავედით უკვე ბოლოსკენ და ხო არ გვემღერა რა სიტყვა ჩართეთ ფონოგრაფი მოკლედ საჯების სიმღერა უფალება მაქვს არბიტრეს ფრთხილად იყავით გუნდებო ფრთხილადა თორემ 11 მეტრიანებს დაგიჯდებათ ძვირა და ძვირა მუნდიალი არ იქნება უჩვენოთ არ ეგეცინოთ ფეხბურთელებს ბარათი რომ უჩვენოთ ფეხბურთელს რომ გავაძევებ დაბრუნებს ტრამპია მერე კიდე ჩემზე იტყვით სუდი არა ტრაქტია საჯის გული ისეთია ძმობილო ვერ გაიგებ კარგია თუ ცუდია და ორიდან ერთი გულდი სულ ამბობს საბონზია გასაშვები სუდია სახში როცა წამოვწვევი თბილად მე ჩემ ლოგინში მაშინ მაინც რას მერჩიან რაც ვიხშობი ლოგინში მთელი მსოფლიო მაგინებს სიმწრის ზღვარზე მივედი ერთი კითხვა მებარდება საჯი ვარ თუ სიდებრი კომაგები მაგვიროვებენ ძალიან ამისთანა არაფრის ვარ მნახაველი ჩვენ სახელზე უფრო კარგად იციან ჩვენი კეთილების ყველა სახელი საჯარი მოში თუ ვინმე უხერხულად დავარდა პენალტი არ ვიყოყმანებ ნიშნავ დავის თავადა არც ყვითელს არ დავიშურებ ამოუღებს სწრაფადა არ დავინდობთ მესია თუ ვინც იქნება ჯვარადა თუ დაგვრჩილა ისევ კრიბავთ სიჩქარეს ვერ გაგვისწრებს თავად ჰუსეინ ბოლტი მთელი გუნდის საცებრად რომ მომდევდა გასევაში დავამყარე რეკორდი მუნდიალი არ იქნება უჩვენოთ არ გეწყინოთ ფეხბურთელებს ბარათი რომ უჩვენოთ ფეხბურთი უყვარს თუ არა ყველა უზის მუნდიალს რაც არ უნდა მოხდეს მაინც აგინებენ სტუდიას ჩემო გვირბაცო და გადასარევო ხალხო ეთერშია რეგიონ ტივი
რომელიც მაუწყებლობა ჩვენი დირექტორის ბიჭის კოდერძიას ეზოდან გადმოჭიმული ინტერნეტის ლევი ხაზით მიმდინარეობს და ახარებს თქვენ გულმოწყობს. მართალია, კოდერძავან ყოველ საღამოს იჩხუბება მამამისსა, მაგრამ ეგეუნება, ხო იცი, ჩაუხსენიო, მაგათაო, ეკაბელიო, პორნოებს უყურებენ გვიანო და მიჭედავს ვაკაო, მაგრამ პრინციპული კაცია ჩვენ დირექტორი. ჯერა საქმეა მთავარი და მემრე პორნოები. ეგრეუნება კოდერძას, მაგრამ სიმართლე გითხრა. სულ აღარა მაქვს ხალისი, ბიჭო. აღარც ტელევიზია მინდა და აღარც ეს ისა. პოპულარულობა. მაგმაშია რა ზამიამეთ. აღარც ჩემი ბრაზილია, აღარც შენი გერმანია. გაგიდე და მაგრამ საფრანგეთს გავაწურინებ ახლა მე, მაცადე საფრანგეთს რო არ გამივართლა, ამამალ შევაზღობა ჯეი. შე ამას უყურე, შენ ჩოუძვი აკანა მაროკოს სპორტმა. რისი იმედი ხრედაი? ისე იმედი რაცა მქონდა, რა მიქნა ხო ნახე. ხო და იმ ჩემპიონატზე პირიქით ახდება ძაბაუ. აი ნახავ შინა. დამთავრდება გადაცემა და დაიწყება შენი ფრანგები ტირილი. მაროკო უტირებს დედასა. მიდი შაცხე ხლა რეგიონალური ამბები. ნუ მალაპარაკებ ამნეს. მე არ ვიცი, ვერ დავსვი ვერაფერი ახლა უკუღმა დავიწყე ყველაფერი. კაი, დავიწყოთ მივხვდეთ საქმეს. დავიწყებთ იმითი რომ ჩვენი რეგიონალური მიმოხილვის იმითი რა გუნდია? იმითი დავიწყებთ რითი? აჰო, მეთქი რაღაცა კიდე ახალი გუნდი გამოიკვეთა. დაიმახსოვრ, უნდა ისწავლო ქართული რითი, იმითი, რითი, თითითი. აჰა, ვსიო, ვანასწავლია ეგა. მოკლედ, ჩვენი რეგიონალური მიმოხილვის სპონსორია ჩემპეხება თემურას ბუდკა. ჩემპეხება თემურას ბუდკა გაწყინა ჩვენთან ნაკიდმა გალვასმა. აქვე იყიდება ორნახაზი წაჭა. ჩააყოლა გეიტა. მართალია, ო, ეხლა დამიგდებ. ლაგოთ ეხლა ფერმერებმა ადგილობრივი კალათბურთის განვითარებაში ინვესტიცია ჩაალაგეს. ო, მათ კალათბურთელებს 120 ტონას წაფილო გადაიცეს. სიმაღლეში ზდისო, გაიგე და გუშინ გეიმართა ფინალური შეხვედრა ფარიგაობაში. სადა? აქვე ჩვენთან. გამარჯვებული ბინტით და ზელიონკი დააჯილდოვეს, ხოლო დამარცხებული საკურთხი. საწყალი. ეხლა უყურე შენა. ხო ვითომ არაფერი არ ხდებაო, აი, ბოროტიენები როა. უყურე, გურჯაანში გაიმართა სპორტული მატორიანი მანქანების ბოლა. იგივე გონკაობა რა, ვის ვერ გაიგო. ტურნირის სპონსორია რომელსაც ნათქვამი აქ ქონდა რა, მიდი კაცო მიადგი დატოი ჩაი მე ვარო. სიდედრი გერდე ეცვალა მოურანა და იქ წავი. და ამიტომ პირველ ადგილზე გასული გაუშვეს ნიშენიაზე. ნასვამობის თვითონ ახლა ხო ხდება, ხოლო მეორე ადგილზე გასულს მარტო ვიდეოჯარი მომოვიდა. სიჩქარის გადაჭარბები, თორე კაი გამაძღარი იყო ეგეცა, არა ხონდა თქმა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად მიმდინარეობს სოფლებს შორის ჩემპიონატი. აჰა. გუშინ დაძაბული თამაში შედგა ბაბანეურსა და ბაყილოვას შორის. თამაში დროზე ადრეს შეწყდა. რასო? ექიმები ამბობენ, საჯიკა ხათიქრებაო. არა ვიქოდი. მე შეგრე ახლა გამეკეთებ ბაყილოვანები ძილდადად არიან რაგბით დაკავებული. ეტყობა ჩათეთქვეს ეგ უბედური. გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ რეგიონულ ტელევიზიასა კიდე ერთი კამერა დემატა. ახლა უკვე გორწილებში ზვიულით კაცო, გადასაღებად. სიო, ეგ არის გავიმართეთ ხერხემალში. ვაი, მაგახსენებაზე. ნეკროლოგის საკითხვა კი ნახავთ აგვავიწყდაგენ. გლიჯი. მაშასე. ნეკროლოგი ჩვენს გადაცემას. მიდი. ღრმა მწუხარებით ვიუძღებით, რომ სოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალიდან გამოვარდნენ ისეთი გუნდები, როგორიცაა პორტუგალია, ეგვიპტე, კოლუმბია და ბრაზილია. გამძლეობას უსურვებ მათ გულშემატკივრად. ვისროდეთ, შეეწიოთ, მაგრამ ნეკროლოგებში რატო ვაცხადებთ ამასა, ეგ უბრალოდ ვერ ჩავაჭიდე ხელი. აბა, ზამია სპორტული გადაცემის დაყვარა, ძვირი მეითხოვა, ასე იაფიჯდება.
მე რაზე ნერვიულობ იცი? აი ეს ფეხბურთი რო შაგვიწირამ ჩვენა, მერე ჩვენ ნეკროგზა ვინც აიკითხავს? აი იგი იქნება საინტერესო. მაგაზე რომ ნერვიულობდი მეც, იმიტომ მევიყვანე სტუმრად ექიმები. მოიყვანა? აბა რა მქენ. დათანხმდნენ? რა იცი რა ხდება და მოგვაქციერ ყურად. ოჩახ, შენა როგორ წინ დახედული ხარ? შენა წინა ვინ ექიმები არიან? ვიცნობ მე? რა ვარიცნობ, კაცო, ქირურგი პიყვინია. და პროქტოლოგი ვასილა. რასო, გამოიდა ეგ მაქედან და. რა ურეკავს უბანდარი? შენა ბიჭო, გიჟი ხო არა ხარ ეხლა? რა თქვინა ნერვებზე სამკურნალო და ან ქირურგი რა თვიდა? ანა კიდე პროქტოლოგი მით უმეტესა. ჟიმჟუსა კი არა შორის ეგა პროქტოლოგი. მაგრამ აი ნევროლოგი ვერანახე ვინ ვიან, აი კარდიოლოგი მაგალითად აი ვიდაპირ მასშია. რომენა ხამე და გამგეც მოათრებია ხადა. რაგაჩუბერთ რა, ქვედალოცვილებო, რანაირად შეიძლება ამ პირდაპირ ეთერში ჩხუბი, რანაირად შეიძლება გამაგებიათ ერთი ახლა რო დაერიოთ ერთმანეს და რო დაცხოთ მერე, ხო დაგჭირდებათ მერე ჩემი როგორც ქირურგის ჩარევა? უი ფუიეშ მაგ გარიგეთ. ხოდიში ბიჭებო რა, ეხლა მეტის კამი არა გვაქვს, ახალი გახსნილი ტელევიზია ვართ და. დავარჯოთ, პროქტოლოგი კი ვარ, მაგრამ ზოგადი განათლება მაქვს იმაში, რა ქვია. დაბანილი გაქვს. გაგიმარჯოს. ვიდი რა გინდა? გამოგადგებით სამეში, რა ვიცი. რა, ჩემდენ გამაადექი, მე რა შუნა გამავადე რა. თან დამანახე, თითი დამანახე. როგორ სარდილივი თითები აქვს, რა შუნა გამამადე. მასე ზავია ზოგადი სამედიცინო განათლება ჩვენს გეპარტამენტში. მე რომ ზაირა გონსალესის სახელობის ჰუმანიტარული კოლეჯი დავამთავრე. მამა შენმა რომ მოგა. იურიდიული ფაკულტეტი იყო იქანა და სტომატოლოგიური. იურიდიულზე არ მინდოდა ახლა მასში პატარა სხვანაირი გაგების მომში ვიყავი და შევისწავლე სტომატოლოგიურზე. მართლა რა ვიჯო, რასარო? სტრატეგია არ აგვდა, მე მეგონა იურიდიული დაიწყე და ბოლოში გადაკეთდა. არა, პირდაპირ. ესე გამოუშია სტომატოლოგებიც მაგათა. მე კი არ მახსოვდა, პიყვინ არ მაწვი, მე არ მახსოვდა. მე მაგალითად ძმა 2 დღე ვიმუშავე სტომატოლოგად. 22 კვილი ამოაცალე ერთად პაციენტს და გამამაგდეს. აი საკაცი, სულ არ არის 22 რა დააძრე, სულ ხო ეგრეა, ყველა დააძრე. ვიო, ჭიანი კბილს ვაძებდი და ჩემ ჯირას ბოლოში არ გონია, მანდ მომისმი. ხარაიშვილი ხო არისო ეგ პაციენტი? ვარა, თაბაკარქაგა. არი არ მახსოვს, გიერკვა სახელი მაგ. ეგარი დაჩლიფინებს, დადის უბედური, არც გვარს ასახელებს, არც სახესა, ისე კი აგინებს იმ კაცსა, ვინც ის გამიკეთაო. შეკარგად იღავი, არ იქნებოდა ეგ, არა. არა. რა, რაღაც ითქვა გინდა, როგორ იყურები შეფერხებულად, რა ხდება? უი, საწყალი და შენ რა სამედიცინო განათლება გაქვს საერთოდ? დამთავრებული და მე ჯარში ვარ წავეყარეთ. გაიგე პიყვი შენა. გინეკოლოგიურზე ვსწავლობდი ბიჭო ტექნიკურ. ესე იგი შევკრებილი ვართ ფაქტიურად კონსილიუმი და ეს? ეგარი. ისე პატივცემულები იყვით. რო გიყურებ, მაგ თეთრხალათში ნოქარს უფრო გავხარ. იგრეგიზა დარწმუნებული ხარ შე პროფესიაში და პროფესიონალი. რას ლაპარაკო, ბატონო? მე, ბატონო, ისეთი ქირურგი ვარ, მე. მაგალითად, კაი თამაში თუ ემთხვევა ოპერაციას. ნარკოს კი არ ვაკეთებ მაშინ. რათა ბიჭო, რა საიქია ნარკოს და რა. რატო და გოლი როგორა მარტო მე ხო არ ვიყვირებ, იყვიროს პაციენტს. ოჩა, სამართლიანი კაცი ყოფილიყარ შენა პატივცემულობი. რა სიტყვი შენ? მე ჩემო ძმაო პროქტოლოგი ხო ვარ და თანა ბრაზილიის პატი რა. ხო და იმიტომაც წევიდა ბრაზილიის ნაკრების საქმე იქით. ისი ექიმის. არ გამახსენო რა. ნორვეგია, ბრაზილია რო იწყებოდა მაგ დროს ამოვიდა პაციენტი, მიშელეო. მე უთხარი ჯერა თამაშს უყურო და მე მოხედავ მეთქი. მე ვინანე, ბრაზილიის წაგებას უყურებდი რა. ისე ტრაქში ყურება ჯობია მაგასა მაგიდე და ცოტა. არ გამახსენოთ თუ ხარ ოპერაციას ვიწყებ და გაგანია პორტუგალია იმის თამაში იწყება ესპანეთი. ეს პაციენტი საწყალი მე იგებს სოკაცო ისო ესპანეთი.
მე ეხლა რონალდოს მიწაწყალი ვისი იქიდან არის დამიზლავდა თქო და დამენიზლავა ასლარს დამენიზლავა ცხონებული ვეღარ გადავარ რას ქვია რო შევხედე რომ პორტუგალია აგებდა რა გადავარჩენდი იმას ახლა სად მაგის ზედმეტი გადასაყრელი 100 ლარი შენთან კიდევ პაციენტი მოვიდა შენ რა ხშირია შენთან ესე იგი როგორც აი ხო გეუნები ათამაშებენ ძალიან ყველა ათამაშებს მოვიდა პაციენტი არგენტინა ეგვიპტის თამაშის დროს და კვანძიმა აქო ხედავ შენ რამოდენა ხალხი მიდის ამ გეუნები ათამაშებენ უმრავლესობა მე გადავჭერი ეს კვანძი და ხაშური გაითიშა ვის ვერეზავიაჩერ ესენი თუ არ გავაჩერეთ აგარა ინესისულელეს მოყვებიან გეგვექცეო მაყურებელი ეგრე ისე დიდი მადლობა ჩვენი სტუმრები იყვნენ ექიმები პროქტოლოგი ვასილა და ქირურგი პიყვინა მოიცა კაცო რა მადლობა გიშველით კაცო აბა რა გინდა ხა ხო არ გაგიშელი აქა დაიცა ჩავი რა მინდა კაცო ორი ამ ხლა კაცი რომ მოვედი დამდენ საუბრო არა რა გინდა კაცო კონსულტაცია რა კაცო ფაქტიურად და შეშოულობ მე ფულს თუ არა აბა ისე სხვა რაში უნდა ვიშოვო ფულს ვერ გავიგე რა ეხლა ამათ ეხლა აუხსენი შენ არა ეხლა შენ ჯუმად იყავი გაიგე გირჩევნია შენა თორე მოუყვები მაყურებელსა ზაურა სიმამრის ოპერაციის ამბავსა გადიდებული ლენთა რომ თიაქარი გეგონა და რო ამააჭერი შეშობენძაღლო შენა ო და არ მინდა ხმა მაღლა თქვა აქ ხშინაურებივათ ვინ გაიგე მუნჯივა მაშინ ის სიმღერა რომ მითხარი რაღაცა ფეხბურთელებს და ექიმებზე ვაკვი ის ვიმღეროთ მაგის შეიძლება კიდე არ ვამიდო აქარა ეს რა ქვია ჰონორარები თუ რა ქვია არა გადება ყოფლობით არის ძმა გაჩენ ძალიან ახარ მიჩვეული წელქვევითა რა ეხლა უყურე მოდი ეგრე ვქნა დაიწყოს პროქტოლოგმა მაგას ბევრი საქმეა გააგზელოს რა ვარო რა თქვიო კრო სტომატოლოგია სტომატოლოგი ზოგადმა ქირურგმა გლიჯოს მე როგორც ეხა გინეკოლოგმა მეან ეგრე ერქვა ეგრე ერქვა რავი კარგი იყოს ხოთა შორის პრაქტიკებზე ძალიან არაფერი არ მახსოვს ჩემ ცხოვრებაში მეტი აი რომ უყურებ ეგარი რა ვიცხოთ უთხრათ ეხლა ბიჭებს რომ გაიტანე თავის ვარა და გევედრებით ეს დღები ნურვინ დამემდურება რუსთავიორზე ფეხბურთი როცა იგადი მე არ მიყვარი უკანალში ყურება სოფლიო რომ არ უყურებს მე იგეთი ქვეყანაზე კაცი არა მეგულება ჩემთან კბილზე ერთი ქალი შემოვიდა ძლიერ თხოვე ეს ტაიმი მაცადე არ მომეშვა თან მსოფლიოს უყურებდი შემთხვევით სხვა კბილია მოვაცალე ეგრე იცის ფეხბურთმა თუ შეგიყოლა პაციენტი ფაქტობრივად ვაწამე ოპერაციის დროს მეს ფეხბურთი ჩავრთე მექსიკა თამაშობს ერთი შეხებით გლანდებს ვაჭრიდი და თურმე მასთან ერთად ენაც მიმიყოლებია შემთხვევით ხმას ვერ იღებს მაგრამ მიხვდი რა უნდოდა მაგინებდა ხელებით და ფეხებით მე ან გინეკოლოგი ვარ პროფესი შობი არის კამარი გადავიკიდე რამენათევი ვიყავი სამსახურში ბიჭიას მაგივრად გოლი ვიყვირე სოფლიოს გადამკიდე მეგობრებო წესი ერთდროს ვერასდროს დავიძინე გერმანია პარაგვაის თამაშია კართან არის დაწაბული მომენტი ნერვიულად ხელი იგერ მოვიგანიე შემთხვევით წამოვიყვირე გოლა მეთქი დავეცრად პაციენტი წამოვიცვი
როგორც სათამაშო მარიონეტი მესი ისე თამაშობდა თვალს ვერ წვეტდი ეს მეორედ აღარ განმეორდება პაციენტი გმირზე მყავდა ჩაწერილი ისე ვიგზის თავიდან არ მშორდება მოვატყუე ერთი წუთით გავალ მეთქი ახლაც პედაგოგული მელოდება არგენტინის თამაშია სასწაული ნერვიულობ შეტევაში მესია პაციენტი დამავიწყდა უსაბედად და შემთხვევით მე დავირჩენებსია შემიმწარდა სული მთელი დღე ვკოჭლობდი ამდენიმე არასდროს მიკნესია წყვილის კესის გასაგებად მე მესტუმრა ავსტრია გერარა ხარ მოწმე ეხოსკოპიის მაგივრად კალბატონი მეც მსაჯივით ვარზე გადავამოწმე ჰიპოკრატეს ფიცი რომ აქვს დადებული გეხვეწებით იქნება არსაც წამოგწმე მოკლედ დავბრუნდით ჩვენ ძვირფასო ტელემაყურებელო რუსთავი 2-ის ესე იგი ისეთი გადატვირთული გრაფიკი საოცარი კი ბატონო მაგრამ აი ზუსტად ეხლა რაღაცა ცეცხლის დანთების პროცესია შესული მთელი სოფლიო ჩემპიონატი კი რა და დაინთო უკვე მე მგონი რომ ჩვენი საყვარელი გუნდები კი გააძევეს და გაყარეს დარჩი ისევ თელავის გულშემატკივარი და რა გავაკეთოთ ახლა მაგრამ ვფიქრობ რომ კარგი ფინალი მაინც გამოიძერწება კი ბატონო ძალიან საინტერესო თამაშები იწყება ძალიან კი ბატონო და რა თქმა უნდა შეგახსენებთ რომ ისეთ და ისევ ძალას ირჩება სერიალი მიხოდამა რომ ცოცავი გრაფიკით ასე რომ დააკვირდით თვალყური ადევნეთ რუსთავი 2-ს და აუცილებლად იქნება შემდეგი ძალიან კარგი სასაცილო სერიები რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სტუმარს მინდა გითხრათ რომ იყო რამოდენიმე გუნდის თავარი მწვრთნელი თავის დროზე და ზუსტადაც ამის გამო მოვიწვიეთ და ძალიან ისეთი ინტერესით მოგვიყვება ალბათ იმ ფეხბურთის შესახებ რაც ციებცხელებაც მიდის შენ წარადგინე ჯობს მაყურებელმა დიახ ნუ რა ვიცი ფაქტიურად გამოაცხა არ არის რთული რომ გამოიცნო ნამდვილად და რა ვიცი მე ის გადამრჩენია რომ ჩვენ სტუმარს დაუთმო ასპარეზი და მოგლეთ ანუ მწვრთნელობის გარდა კიდე ის პროფესიები რაც აქვს ხო? კი, რა თქმა უნდა. პოეტი, ექიმი. მწვრთნელობაზე თვითონ ვისაუბრეთ, პოეტი, ექიმი და ძალიან კარგი და შესანიშნავი ქალბატონი. საყვარლესი ქალბატონი. ქალბატონი ნანაცინცაძე სტუდიაში. ესე იგი ცოტა დავაბრუნეთ ჩვენი ტელემაყურებელი. რატო დავაბრუნეთ? მე ბურცველოდებოდი ერთი კარგად უნდა დამერწყა. და მით უმეტეს წუხანდელი თამაშის მერე. კი ბატონო, ეს 1.70 სანტიმეტრიანი 40 წლის მესი კიდე ატრიალებს სამყაროს და რა უქნა ეგვიპტეს ბოლო წამეთ. კი ბატონო. ესე იგი მე ბატონო თამაშის მერე და აგერ ვარ. შეიძლება დაყოფილიყავი როგორ. ესე იგი ლექსებზე, პოეზიაზე გვიდო და ექიმობაზე თქვენ ძირითად პროფესიებზე გვესაუბრა, მაგრამ ისე კარგად დაიწყეთ, მოდი ფეხბურთზე გადავიდეთ პირდაპირ. ეხვეწები ახლა იმდენი ფეხბურთი მაქვს უკვე რომ პატარა მინდა დავიცნო. იმიტომ მოვიდი თქვენთან ვიფიქრე ეს ახლა ჩამოფრენილი ხალი რაღაცა სხვა ვერ მეთქი. ესე ალბათო თქვენი პროფესია, ნუ ექიმი ბრძანდებით, ხო? კი ბატონო. და ის თემა რო გავაგრძელოთ, რაც დავიწყეთ, ახლა სამედიცინო პოეზია ხო არ არსებობს, ასეთ მეყოლზე. სამედიცინო პოეზია არ არსებობს, რა თქმა უნდა. მაგრამ მედიცინა თვითონ პოეზიაა. ხო, არა, რითმები რო დავაკვირდეთ, ისე სამედიცინო ტერმინოლოგიაში ძალიან კარგად ერითმება, სკლეროზი, ნერვოზი, ანგიოლოგი, კარდიოლოგი, ყვი, რა ვიცი. ეს რაც აღარა გაქვს ნევროზი, შეიცვალა სკლეროზით. გექნება ნევროზი. კი ბატონო.
1-15-16 წლის წინ ვარ წასულები მე და ჩემი ყველაზე საყვარელი გოგონა, მეგობარი ჩემი ვარ წასულები ზღვაზე, ბათუმიდან უნდა წამოვიდეთ ურეკისკენ და ჩემი ბიძაშვილი გვახლავს თან, რომელსაც კაი რაღაცები უკეთეთ რა მე და ამან. მარტინი იყო არყი და მოგვიტანეს, სადაც ხედავთ, მოგვართვეს. და ჩვენ არც ერთი არ ვსვათ. ხო და რას ვაკეთებდით, იცი, ამას ვალევინებდით, ვეუბნებოდით, რომ მოდი ყველამ დავლიოთ და რო შეგვეცვალა ჭიქები, ხო, ნახე გაიხედე, ნახე რა ხდება, უცებ კარგად არის და მოვდივარ და მანქანა გაგვიჩერდა გზაში ციცინათელასთან. და ეხლა არ ვიცით რა გავაკეთოთ რა, გონი წყალი ატუღო და ეს არის ჯერ კიდე ახალი ნასწავლი აქვს თათიას ტარება და უკვე ჭკუაზე არა ვარ და ეს სადღაც რეკავს გამწარებული, იგაიღვიძა, ხო? და რა ხდებაო და აი ეგეთი ამბავიაო და უცებ გვეუბნება ამოვწიოთ ფანჯრები ამოვწიოთ და ვიფიქრე ახლა ატომური სხვა რიწყება რაღაც ამბები და რა ხდება ვეუბნები და მე ხა დავრეკევდა თქვენს რომ ამ გზაზეო ქალებსო აუპატივრებენ და შეხალო მეუთხარი მაგას თუ იზავენ 18 წლის არავის აღარ უნდა და ახლა ჩვენი დასაუპატივრებლად თუ კაცები მოდიან და ვიღაცას ქალი კიდე აინტერესებს საერთოდ გავხსნათ კარებები მოკეთ მიშა ზაქარიაშვილის შვილის ამით 4 წლის გახდა რა და დაბადების დღეა და 26 დეკემბერია გაქანებული მარხვა და მაშინ ახლა მე ვლაპარაკობ მგონი ისა უკუნე იყო აღარც მახსოვს წესიერად ვართ ჟურნალისტები იქ იყო ფედერაცია და დაბლა რესტორანია და მაგარი სუფრაა გაშინდა რაღაცა და მე მაცვია რაღაცა შარვალი და ცოტა დიდი მოყვარული არა ვარ გაშიშულებების ხო იცი ახლა სილამაზე დაფარული უნდა იყოს მაგრამ ცოტა ისეთი ამოღებულ გულიანი ოდნავ მეტი მოვი ოდნავ ისეთი როგორ ეს ინტიმზე რომ მიგანიშნა მოკლედ ისო რა ქვია კარგია დელიამ იქ რა ერთი მამაო თავისი და ესე დიდი ჯვარი უკეთია რაღაც და ну მოკეთ ვიცეკოთო და კი ბატონო მე ვთხარი რომ მეცეკვება გესმის ის გეუბნებათ ვიცეკო ხო და რომ მე დავდექით დავიწყეთ ცეკვა და ცოტა ისე ეს ჯვარია იყო და შეინახა და ხო რა კარგი ხარ შვილო ჩემო რა კარგი ხარ მეუბნე ჯერ ხარ რა კარგი ვარ და რა ვიქნებოდი 30 წლის წინ შვილო ჩემო და მე ვთხარი მამაო მე ვთხარი ჯერ მამაო ხარ და მე მარხვა და ხო რა დროს მარხვა შვილო ჩემო შენ რო გიყურებს ატარა მეც რომ ვდლის ხასიათზე ვყოფილიყავი რა იცი რა მოხდება იჩერა მაგარი რა კარგი ხარ შვილო ჩემო რაღაც კარგია გადასანებია ნუ ხა მოგესალმებათ კლინიცისტი ვარ მე ხო და პალატაში ხან ხალი ყავს პაციენტი ხან კაცი ხო და სხვათა შორის სანაპიროს გაზომავდა მივარ იცი რომ პირველი სტრესი მივიღე როგორ მოკეთ ჯერ კიდევ არ მე-6 კურსელი და ჭკუაზე არა ვარო შევდივარ და თან ადვილად შევდივარ კონტაქტში თურმე ლექსებიც უნდა დავწერო მერე ხო და მოკლედ ხას ვესაუბრები ერთ სახელიც კი მახსოვს იმ ქალის ეთერი ერქვა ისიც მახსოვს სადმუშაობს მაგრამ ხა ყველაფერს არ ვიხო ხო და მოკლედ ორი შვილის დედა აქეთ იქი და წევს იმიტომ და ნევროზი აქვს იმიტომ რომ ღალატია ოჯახში და მე როგორ განვიცდი არ ვიცი რა ამ ყველაფერს და ბოლოს ახლოს რომ შემოვიდა მითხრა რომ მანუღალატ აქ მარზე მე მივიღე ნევროზი და ეს უცხო იყო და აქ უკვე ეს არის როგორი კაცია ცი მთასავით მწყემსები რო არიან ახალგაზრდა კაცია და ზამთარია ხო და აცვია მაიკა და ჯემპრი ხო და შევედი ახლა და უნდა მოусმინო და ეთყობა ახლა სადაც მამაო მთქვარო რა კარგი ხარ შვილო ჩემო ახლა ეს მგონი იმაზე ადრე იყო და ახლა წყემსი რას იფიქრება ხარი რო არ აი კი არა იმისთვის ვარ ანჯელინა ჯოლი ბრის ყველა ერთად ხო და მე ვთხარი უნდა მოგისმინოთ მეთქი გულზე თქო და კი ბატონო და ზის მე ვთხარი თუ შეიძლება მეთქი ჯერ პულსუსინჯავ აიწიეთ მე ვთხარი აიწია პირველი სვიტრი მე ვთხარი აიწიეთ და უნდა მოგისმინო მეორე და სანამ ბოლომდე მივედით პულსი იყო 180 მე ახლა ამას გულზე რომ მოусმინო და კიდო ხელი მომიხდეს კანზე ორა შეიძლება მიიღოს შეიძლება მთლად გადავსულიყავით მოცემციმე არით მე და არ მინდა პირველი შეყვარული მეწვია საბავშვო ბაღში ეხა ეს ის პერიოდია თქვენ რო არიცით საბავშვო ბაღში იატაკზე არის ნახერხი მოყრილი
აი ეს კარგად გაპრიალებოდ, კიდე კარგად რო გაპრიალდეს და ჩემი ჯგუფელია გია ჯავახიშვილი 3 წლის ნანა და 3 წლის გია, რომელიც არის ძეთი დიდი ბიჭი და მასრიალებს კარგად და დედარაჭკოაზე არა ვარ ხახშო მიდივარ, ესე იგი ველოდები როდის გათენდება, როდის გამასრიალებს აი ამ ნახევრგია. მოკლედ აი ეს ჩემი პირველი დაკარგული სიყვარული ხდება 40 წლის მერე სრულიად შემთხვევით, მაგრამ როგორ გინდა 40 წლის მერე ახლა გაიგო და უბრალოდ საუბარშიო შევყევი და გვარდასახელით მე უთხარი ასეთ გია ჯავახიშვილზე და ასე და მე იმასაც ხსომებია და თან რო გავიგეთ სად ვართ მოკლედ წითელი ხალი ხომ არ გაქვს და ასე შემდეგ და აღმოჩნდა რომ ეს ის გია და გადავიყეთ სამახსოვრო სურათი და მივაწერე 40 წლის მერე და დედაჩემს ეს ყველაფერი მოუყევი და ვაჩვენე უყურებს დედაჩემ და დედა როგორ არის შეცვლილიო მითხრა და მე დედაჩემს შევხედე რო გაეგრძელებინა ფსიქიატრის გამოძახება დამჭირდებოდა და გადავში იყო და 3 წლის იყო ბატონო იყო კარგია აი მე დედა ძალიან მაგარი ამბებია მართლა და გადასარევად ყვებით რა ეხლა მოგეხსენებათ მე ჩემი გონებით განათლებით არაფრით არ ვიმსახურებ მანქანას ამიტომ დავდივარ ავტობუსით როგორ ავდივარ იცი ხო იცი რა ან ეხლა ერთად ვერ ავდივარ ბაბაზე რომ მოვდივარ აი ესე ხო უნდა ახვიდე ავდივარ დავალაგებ და ეხლა ვის გვერდზეც დავჯდები ასე შემომხედავენ აი ის არის თუ არა უკვე მივეჩვიე გესმის და მე უცინი თვითონ მე ვეუნი და ვერ წარმოვიდგენდით რომ თუ თქვენ ჩვენთან ერთად და მე მივდივართ იქამდე რომ სელფის ვიღებ და მე ქეჭავდივარ ხო და მოკლედ ასე ჩვენ ურეკში მივდივარ მარშრუტკით და დავჭექი მძღოლის სკარი ფიქრე ხა ჩემს ვიქნები და იმას ვიზავთ რაღაცას ვწერა მოკლედ მანქანა რომ ყოლოდა ჩემი პოეზია არ შეიქმნებოდა ეს მარშრუტკები ეს მოკლედ წერ ამ რაღაცას და ზის მძღოლი გურული ხო ზაფხულია ცხელა მაიკა აცვია და გადმოყრილია კუნთები და თან ვიღაცას აღარა მე ჩამევა რა ვარ ჩამევილი კაცო მე ვშედა მახვედე მაი იქანა უმიგება და რა იქნება და მე მივიდეს იქანა რომ მოვლა გემო აი აქანა მეღო რა აგე უყურებ ამას რა უნდა დაწერო ხო და მიფეხა აი როგორც ქვია მოვიკრიბე მთელი ჩემი აზროვნება დავაფიქსირე ჩემი ყურადღება მის კუნთებზე და დავამთავრე ჩემი სონეტი სადა როგორ იყო რას ვერ ვივიწყებ მაგ მკლავების ძლიერ მარწუხებს გპოულობ კარგავ უშენობა მაინც მაწუხებს რაიცი რო აი ამ ჩემი გურული მარშრუტკის მძღოლის რა შეიძლება გახდეს თაგონების აბარა ბრავო მე ესეთი ძალიან დიდი სიმპათია და სიყვარული და ეხლა კიდე ძალიან აი გითხარი მე შენ ეხლა მე გაშვებული არ ვიქნები უკან რომ მოვალ აი ისეთ ნამდვილად სტუმარი ისეთი მძანდებით გაშვებამდე და ამ ჩვენი ბლოკის დასრულებამდე გამორიცხულია რომ ჩვენ ეხლა თქვენი პოეზია არ მოვისმინო აი ეხლა ბიჭები იცით ეხლა აი მე როგორ მიყვარს ეს ბიჭები იქნება რაღაცა სინთეზი ვცადოთ ნებისმიერი რამე რომ დაიწყოთ და ბიჭებო ექსპერიმენტები მიყვარს ვცადოთ ბატონო სიმღერა არ მომთხოვოთ არა სიმღერა არ ვიცი ხა ის რანაირად შეიძლება პოეტს უთხრა რომელი ლექსიც ყველაზე ძალიან გიყვარს არა აი ბიჭებთან ერთად შეიძლება ასაკითხი ბიჭებთან ერთად კი ბატონო თორე ხა რომელი ლექსი ერთ-ერთი იმ თქვენი საყვარელი ლექსებიდან არა ხო ნუ კი ბატონო სიამოვნებით უნდა ავდგე აბა და მივიდე ბიჭებთან ვერ ვქეიფობ უშენოდ მარტო ვარ და მცივა ვერ ვქეიფობ უშენოდ უშენობა მყივაცაზე სისარტყელაა სურვილებით სავსე ჭიჭინებიც მღერიან ვერ ვქეიფობ ასე შენზე ფიქრებს ვერ გასდა ოცნება და იჭვი მითანაგზნობ შორიდან მარტო ხელა ფიჭი მოდი ერთად გავატაროთ ეს ლამაზი საღამო მოდი ჩემთან ჩემი სულის საოცარო მალამო მოდი უნდა სიყვარულით სიხარულით ავივსო მოდი ლაღო გაზაფხულო მოდი ტკბილო მაისო მოდი უნდა დაგიკოცდო თითები და თვალები მოდი ჩვენთვის ირეკება კაშუეთის ზარები მოდი დღისით
მოდი ღამით გელი რაღაც საოცარს ამ სიმღერით ისევ შენი სადღეგრძელო წამომცდა შენთან ერთად ცოცხლდები უშენობით მკვდარი ვარ და თბილისის ქუჩებში მარტოდ დავდივარ ნუ მომიკლავ სიყვარულს ნუ გამიჩენ იარას საფერებად მოგიხმობ სალოცავად კი არა გიყურებდა ბავშვები ვემსგავსები ფერიას ჩემს პატარა ოცნება შენი ხიბლის ფერი აქვს შენთან ერთად ცოცხლდები უშენობით მკვდარი ვარ და თბილისის ქუჩებში მარტოდ დავდივარ ერთი კიდე თეთრი გიორგი მათრახს გიღერებს ხატე ნიკალა ხატე ადე გაყიდე შენი დუქანი ცრემლია უნთე ხატებს მე კი წამო ეს საღამო მიუძღვნათ პიროსნას სადმე ბნელ დუქანში დავლიოთ არაყი არ გინდა კახური ღვინოვსვათ დღეს ხელს არ შეგვიშლის კეიფში არავინ წამო ვადღეგრძელოთ საწყალი მხატვარი დავინც ვერ გაუგო მათ უთხრა ჩენდობა ღამე გატეხილი ის ახლაც აქ არის კარებს გააღებს და დუქანში შემოვა დაასხი დღეს მინდა დალევა არ მკითხო რატომ დაასხი დღეს უნდა დავიტირო წარსული მარტომ დაასხი იცოდე დღეს არ სვამთ არავინ დაასხი დღეს მარტომ სურდავდგა კარავი დაასხი ხომ ხედავთ ცხოვრება გავიდა არაფერს არ ვიწყებ თავიდან დაასხი ჩემსავე ქელეხში დღეს მე ვარ თამადა დაასხი საკუთარ სიცოცხლეს დიგლოვებ თავადა დაასხით თუმცაღა ცხოვრება გავიდა მე ისევ ვარდებით დავიწყებ თავიდან ბრავო